ბოდიში მინდა მოვიხადო. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო. ცოცხალი ადამიანები ვარ და ყველას როდესაც გვეშლება. ერთხელ მაინც ყველას ეშლება. მეც შემეშალა. ამიტომ ვიხდი ბოდიშს. უზარმაზარ ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო რომ ჩემს Facebook-ზე გავავრცელე ინფორმაცია თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით გურგენიძე პროფესორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე 4-ჯერ იყო ნასამართლები. შევამოწმე ეს ინფორმაცია და არ აღმოჩნდა მართალი. არ ყოფილა ეს კაცი 4-ჯერ ნასამართლები. ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ 3-ჯერ ნასამართლები. ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი. ვცადე გამერკვია რისთვის არის პროფესორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ნასამართლები. აღმოჩნდა რომ 90-იან წლებში რუსეთშია ნასამართლები იარაღის ტარებისთვის, მე ამბობდა რომ ჩამიდეს იარაღიო, რუსულმა მილიციამო. შემდეგ დააპატიმრეს 2007 წელს 3 ადამიანის გატაცებისთვის და ამბობს რომ იმ ძველმა ხელისუფლებამ მომიწყო, შემდეგ დააპატიმრეს 2010 წელს თაღლითობისთვის და ამაზეც ამბობს რომ იმ ხელისუფლებამ აი ნაციონალებმა იმ ცუდმა ხალხმა მომიწყო. რატომ შეიძლებოდა მოეწყოთ ნაციონალებს და ზოგადად ვინ იყო დავით გურგენიძე იქამდე სანამ გახდებოდა რექტორი. მისი ბიოგრაფია უფრო წვრილად შევისწავლე და აღმოაჩინე რომ 91-93 წლებში მოსკოვში სწავლობდა კუიბიშევის სახელმწიფო ინსტიტუტში. ეს 2 წელი ისწავლა, მაგრამ ეთყობა არ გამოადგა და ჩამოვიდა მერე თბილისში 93-97 წლებში სწავლობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაშინდელ გპ-ში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კიდე 4 წელი. ანუ 6 წელი იყო ეს კაცი სტუდენტი. რა სწავლობდა ამდენი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია იყო. ყველა საინტერესო დეტალები მის ბიოგრაფიაში 2001-2004 წლებში იყო სათბობ ენერგეტიკის ministris მოადგილე. აი, დავით მირცხულავა ხო გახსოვთ? მე-9 ბლოკი ხო გახსოვთ? მუდმივად აფეთქებული. ენგურ ჰესი, ეს ჰესი, ის ჰესი, ამის გაყიდვა, იმის გამოყიდვა, ეს აფეთქებული ხაზები, დენის გაყიდვა სომხეთში, თქვენი ჩაბნელებული და გაციებული გვერდები ახალგაზრდობაში და ბავშვობაში ხომ გახსოვთ? აი ეს ყველაფერი დავით მირცხულავა, დავით გურგენიძე. ოღონდ 2001-2003 წლებში იყო ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეც. არა მხოლოდ მინისტრის მოადგილე, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეც. ახლა როგორი იყო გამოცდები და რამდენად არაკორუმპირებული იყო გამოცდები, თუნდაც ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩემზე კარგად ბევრმა დარწმუნებული ვარ იცით. მას აქვს მინიჭებული დანტე ალიგიერის ოქროს медаლი, მართალია გითხრათ, არ ვიცი რა შუაშია დანტე ალიგიერისთან, მაგრამ ყველა საინტერესო რაც ჩემთვის პროფესიულად გახდა საინტერესო, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ჯილდო ოქროს ფრთა. კაცთ მოყარეობისთვის. მართალია გითხრათ, არ ვიცი ვინ არის ჟურნალისტური ფონდი, ვინ არის მისი ხელმძღვანელი და რა ხალხია გაერთიანებული ჟურნალისტურ ფონდში, ოქროს ფრთას რისთვის აინჭებენ ასეთ ადამიანებს, ესეც არ ვიცი. რამდენად კაცთ მოყარეო ბატონო დავითი, ესეც არ ვიცი, ალბათ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ახლა უკეთ გაიგეს, მაგრამ ფაქტია რომ ეს კაცი არის ამ ყველაფრის ლაურეატი. და ყველა საინტერესო როდესაც ვეძებე მისი ბიოგრაფია, აღმოაჩინე რომ 93-99 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ანუ დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი. ხო და მართალია გითხრათ, ამის აღმოჩენის შემდეგ საერთოდ აღარ გამკვირვებია ის რომ ქოცებმა მასთან ასე ვთქვათ მოლაპარაკება შეძლეს ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე და მის ცოტა არ იყოს ჩაჩოჩებაზე. ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა. სანტექნიკოს კომკავშირს რაზე არ დაიყოლიებ კაცი.